ვისაუბრებთ როგორ მივხვდეთ ადამიანი არის თუ არა ჭკვიანი ტესტების გარეშე ან მრავალი ინტელექტის კოეფიციენტის ტესტები არსებობს მაგრამ ეხლა ადამიანის ცხოვრებაში ტესტებს ხო ვერ ჩაუტარებ რომ მივხვდე ეს ჭკვიანი არის თუ არა მის გარეშე როგორ შეიძლება რომ მივხვდეთ ამ ნიშან-თვისებებზე ვისაუბრებთ პირველ რიგში თქვენ დაწერეთ კომენტარები თუ გაქვთ რაიმე ესეთი რაც თქვენივე დაკვირვებით რომ შეამჩნევთ ადამიანს ამ ნიშანს და ესე იგი ეს ჭკვიანია ეს ადამიანი აი მე მაგალითად სუბიექტურად ეს მარტივი ტესტი მაქვს რომ თუ ადამიანს შეუძლია საუბარი იდეებზე როგორც წესი ის შედარებით უფრო მაღალი ინტელექტის მქონეა ხოლმე არა ყოველთვის რა თქმა უნდა ანუ ადამიანები ხო არიან კატეგორია რომელიც საუბრობს მარტო აი რა ჩავიცვი დავლიე ეს ვიყიდე ის ვიყიდო ეს გავაკეთე ეს ამე ყოველდღიურ რაღაცებზე რა და ადამიანები რომელსაც შეუძლია რომ გესაუბროს იდეებზე ჩემთვის უფრო მეტად არის ხოლმე რომ აი ეგ ადამიანები უმეტესად უფრო მეტად მაღალი ინტელექტის მქონეები არიან ხოლმე ჩემი დაკვირვებით თქვენი დაკვირვება დაწერეთ აბა კომენტარებში ახლა გადავიდეთ რა ვიცით მეცნიერულად რა ახასიათებთ ჭკვიან ადამიანებს ერთ-ერთი მთავარი საშუალო განსაზღვრელი რაც მაღალი ინტელექტის არის ადამიანს თუ შეუძლია ზუსტი სიტყვები გამოიყენოს და ეს სიტყვები ზუსტად ახსნას აი მაგალითად რაღაცა ცოტა რთულ სიტყვას თუ იყენებს ადამიანი უცებ შეაწყვეტინებ და კითხავ რომ აბა ეს რას ნიშნავს და რამდენად ზუსტად ახსნის მით მეტად მაღალი ინტელექტი აქვს ამ ადამიანს ანუ რთულ სიტყვებს რამდენად სწორად იყენებს და რამდენად სწორად ახსნის მეორე მნიშვნელოვანი მაგალითი რითიც შეიძლება განსაზღვროთ არის მაგალითად თუ ადამიანი აი ოჯახურ შეკრებაზე ხარ მოკლედ რაღაცა ამბავს ყვები რა თულს თუ შეგიძლია რომ ბებიას აუხსნა ისე რომ იმან გაიგოს ეგეც შედარებით მაღალი ინტელექტის მახასიათებელია მესამე მაგალითი თუ შეგიძლია რომ აი მაგალითად Facebook-ზე დაწერო პოსტი მოკლედ და ძალიან გასაგებად ანუ რაც შეიძლება მოკლედ, მაგრამ ძალიან გასაგებად. ისე რომ მსმენელმა გაიგოს ეს ყველაფერი, ესეც მაღალი ინტელექტის ნიშანია. ასევე თუ ადამიანები რომლებიც მუდმივად სწავლობენ ცხოვრების განმავლობაში ანუ მუდმივად სწავლობენ ასევე დაინტერესებული არიან პოლიტიკით მაგალითად და აი ნიუსებს კითხულობენ ხშირად. ეხლა ეს არ ნიშნავს რომ ზოგჯერ ისე ნერვები მეშლება ხოლმე ამ პოლიტიკაზე რომ საერთოდ არ ვკითხულობ ხოლმე არაფერს და მაგრამ მე ისე დავიწყებ ხოლმე ამას არ გულისხმობ. ანუ ზოგადად ადამიანს თუ აინტერესებს ეს სიახლეები, თუ კითხულობს რაღაცეებს, მაგალითად კითხულობს წიგნებს, კითხულობს სიახლეებს მუდმივად, ეგეც ინტელექტის მახასიათებელია და საკმაოდ მჭიდრო კორელაცია აქვს ინტელექტთან. ანუ თუ კი წიგნებს კითხულობ, უკვე რაღაც დონეზე ნიშნავს რომ საშუალოზე მაღალი ინტელექტი გაქვს. თუ კი რეგულარულად მაგალითად დილით ყოველთვის ნიუსებს კითხულობ, სიახლეებს კითხულობ, ესეც ერთ-ერთი ნიშანია რომ შედარებით მაღალი ინტელექტი გაქვს. კიდე ერთ-ერთი ნიშანი თუ შეგიძლია მაგალითად კარგად დაგეგმა ბიუჯეტის, თუნდაც ოჯახის ბიუჯეტი იყოს, თუნდაც სამსახურში და ეს ტექნიკური უნარებია, მაგრამ ერთ-ერთი მანიშნებელია რომ კაი ინტელექტი აქვს ადამიანს. ასევე მაგალითად სახლში გაფუჭდა რაღაცა, გაფუჭდა Wi-Fi ან სხვა რამე. თუ შეგიძლია რომ მოძებნო ამ პრობლემის მოგვარება და მოაგვარო, თუ ესე ცარიელი ხელებით მოგვარებადია ესეც ერთ-ერთ ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია. შემდეგი ნიშანი არის აბსტრაქტული ფიქრი თუ შეგიძლია ეს ძლიერ განსაზღვრელია მაღალი ინტელექტის თუ შეგიძლია იფიქრო წინასწარ რამდენიმე საფეხური ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გრძელვადიანად თუ შეგიძლია იფიქრო აი ვიზიონერს რო ეძახიან ხედვას ადამიანს რომელსაც ხედვა გრძელვადიანად მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე საფეხური შეუძლია გამოტოვოს და დაინახოს იქ სიღრმეში რა ხდება
თუ შეუძლია ადამიანს დააკავშიროს სხვადასხვა დომენებიდან, შეიძლება იცოდე ფიზიკა და რაღაცეები, აი ეს ფიზიკის ცოდნიდან გამომდინარე, დააკავშირო მაგალითად ლიტერატურაში, ან ცხოვრებაში, ან პირიქით იცოდე ბიოქიმია მაგალითად და ბიოქიმია დააკავშირო რეალურ ცხოვრებასთან, იმ მაგალითზე, ანუ სხვადასხვა დომენები თუ შეგიძლია რომ დააკავშირო. ასევე თუ ადამიანს შეუძლია ფილოსოფიური საუბარი, ეთიკაზე საუბარი, ცნობიერებაზე საუბარი, თუ შეუძლია რომ ფილოსოფიურად ისაუბროს გამართულად გულისხმობ რომ მაგალითად არა ისე რომ ეხლა მე თავს დამესხნე რომ ანუ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე რომ მეუბნებიან ხოლმე აი რამე ვიტყვი მაგალითად ხო ანუ არგუმენტს კი არ მეუბნებიან რომ აი მაგალითად შეგაუნათლებელო. ანუ როცა ადამიანი მაგალითად რაღაც იდეაზე მსჯელობთ, ხო? და გეუბნება რომ შეგაუნათლებელო მორჩა იქ, ანუ იმ იდეებზე ვეღარ მსჯელობ, იმიტომ რომ პერსონალად თავს გესხმის და ეხლა ადამიანი რომელსაც ის არ შეუძლია, რომ თავს არ დაგესხას პერსონალურად და იდეაზე ესე იმსჯელოს, ხო? საუბარი არა იმ ადამიანთან ინტელექტის დონეზე. ანუ იმ ადამიანს აქვს როგორც წესი ან საშუალო ან ძალიან დაბალი ინტელექტი, რომელსაც არ შეუძლია მსჯელობა პირადი პერსონალური თავდასხმის გარეშე. ხო, ну, ზოგი ადამიანი ემოციურია და მაგის გამოა, მაგრამ უმეტესად მაინც ეგ ზოგადად არ მიუთითებს მაღალ ინტელექტს, რბილად რომ თქვა. ანუ ადამიანს უნდა შეეძლოს იდეებზე საუბარი. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის კიდე მახასიათებელი მაღალი ინტელექტის თუ ადამიანს შეუძლია თუ ადამიანს აქვს ინტელექტუალური ცნობის მოყარეობა. აი მაგალითად თუ შეგიძლია რომ აი საერთოდ სხვა თემაზე წახვიდე ლექციაზე დაჯდე და მოусმინო თქვათ შენ არ ხარ ფიზიკოსი ხარ თქვათ ლიტერატორი ან ფილოლოგი ან ისტორიკოსი და შეგიძლია რომ აი ასტროფიზიკის ლექციაზე დაჯდე მოისმინო და აზრიანი კითხვები დასვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ინტელექტის. ასევე თუ შეგიძლია მენტალურად მოქნილი თუ ხარ. აი მაგალითად უფროსი შემოდის და უცებ გეუბნება რომ შეიცვალა სიტუაცია ეს ეხლა შევით ამას და უცებ მოხვედი გონს რა ხდება და ოკეი ვაკეთებთ და აკეთებ ამას. ანუ მენტალურად თუ მოქნილი ხარ, ესეც ინტელექტის ნიშანია. ასევე აი მაგალითად არის თამაშები რომელიც არის დროში შეზღუდული რა აი ვთქვათ რასად როდის და ეგეთი რაღაცები რო არის ესეთი თამაშები ну მარტივი არის ვთქვათ ის ქალაქობანა ერქვა მე მგონი ჩვენ ბავშვობაში ვთამაშობდით და ეხლა არ ვიცი თამაშობენ თუ არა ანუ უცებ თუ შეგიძლია უპასუხო მაგ კითხვებს ეგეც ერთ-ერთი მაღალი ინტელექტის ნიშანია და კარგი ჰუმორის ასე შორის ოღონდ მაგას არ აქვს ძლიერი კორელაცია თუმცა ადამიანს რომელსაც შეუძლია რომ წეროს სატირულად ან წეროს იუმორისტულად კარგად ან ადამიანს რომელსაც შეუძლია განმუხტოს სიტუაცია დაძაბულობები სამსახურში მაგალითად დაძაბულობა რაღაცა და მოიფიქრებს რაღაცა ისეთ ხუმრობას რომელთაც განმუხტავს სიტუაციას აი ესეც ერთ-ერთი ნიშანია შედარებით მაღალი ინტელექტის ასევე დამოუკიდებელი და არაკონვენციური აზროვნება თუ აქვს. აი მაგალითად თუ შეუძლია რომ პრობლემის გააწყვეტა მოიფიქროს თავისებურად. ანუ არა კონვენციურად, არა ისე როგორც ასწავლიან მაგალითად, არა თავისებური ვერსია შემოგთავაზოს. შეიძლება არ იყოს ეს მთლად ისეთი, მაგრამ მოიფიქროს რაღაცა ყუთებით გააკეთოს ავეჯი მაგალითად, რომელიც არ არის ეს კონვენციური ან რამდენიმე კითხვის დასმით მაგალითად სხვა რამეზე მიიღოს პასუხი რომელზეც ადამიანი პირდაპირ არ პასუხობს მაგრამ სწორი დასკვნა გააკეთოს ან თუ შეუძლია ესეთი რაღაცები ესეც მნიშვნელოვანი მახასიათებელია ну საშუალო მახასიათებელია რომ ამ ადამიანს მაღალი ინტელექტი აქვს მაღალი ინტელექტის მახასიათებელია სხვათა შორის ასევე როცა შეუძლია
თვითრეგულაცია ნიშნავს, აი თუ იტყვის რომ მე მაგალითად ყოველდღე ვივარჯიშებ და ყოველდღე ვარჯიშობს. ერთ-ერთი ნიშანია იმისი, რომ მაღალი ინტელექტი აქვს. ეს არ არის ძალიან ძლიერი გამოსაზღვრელი, საშუალო გამოსაზღვრელს მიეკუთვნება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიშანია მაინც. და თუ შეუძლია პატერნების ცნობა. პატერნების ცნობა არის აი მოდელის აღმოჩენა მაგალითად, რომ მოდელს მისცემ აი აქ, რომ ეს თუ არის, ეს ნიშნავს ამას მაგალითად და აქ თუნდაც სხვა სფეროში ან სხვა სიტუაციაში მიამსგავსებს, რომ ეს გავს ამას და ესე იგი იქნება ეს. აი ესეთი ეს თუ შეუძლია, ესეც ნიშნავს სხვა მაგალითი ვთქვათ, აი მოდიან ადამიანები, მოდის ადამიანების ჯგუფი და ამ ჯგუფში ან ოჯახი უცებ ხვდება ვინ არის როლს ადამიანების როლს უცებ ხვდება რომელია აქ ლიდერი, რომელია უფრო ვთქვათ რუხი კარდინალი, რომელია რომელსაც უმეტს დასცინიან და ამის არ დაჭირდება მაგალითად 3 ფუთი მარილის შეჭმა ამ ადამიანებთან მიხვდება ეგრევე მოწვავს ეგრევე რა შევა ოთახში სხედან და ეგრევე მოწვავს რა ხდება ან მოდელს უცებ იცნობს რა მოდელია აქ რა ტრიალებს მაგას უცებ მიხვდება აი იგივე ითქმის მაგალითად მეცნიერებაში შეიძლება გადავიტანოთ ეგ ან სხვა რაღაცეებში აი ესენია ძირითადად ჭკვიანი ადამიანის მახასიათებლები აქვე ვიტყვი რომ ეს არ არის რა თქმა უნდა 100%-იანი გარანტია და არ ნიშნავს იმას რომ ეხლა რაც ჩამოთვალე 100%-იანად ჭკუაზე ან უჭკუობაზე მეტყველებს მაგრამ მნიშვნელოვანი კავშირები არის დადგენილი რაც მეტი რამე ემთხვა მით მეტად შეიძლება თქვა რომ ნამდვილად ჭკვიანია ეს ადამიანი თუ ამ 10-დან რაც ჩამოთვალე უმეტესობა ემთხვევა ნამდვილად შეიძლება თქვა რომ სადაც 120-ებით აქვს IQ აი ეს იყო რის თქმაც მინდა და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.